თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. თავდაპირველად ზოგადად რომ შეაფასოთ ჩანაწერების გამოქვეყნება მით უმეტეს არჩევნების წინ. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა მე მინდა აღნიშნო ის რომ დღეს არის 27 სექტემბერი. ეს არის დღე, როდესაც გმირულად დაიცვა ჩვენმა ჯარისკაცებმა სოხუმი. საკუთარი სიცოცხლე შეწირეს იმას, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ამიტომ ეს დამოუკიდებლობა, ის სახელმწიფო, რომელიც ამდენი სისხლით დავიცავით, რა თქმა უნდა, არავის არ მივცემთ უფლებას, რომ დაემუქროს მისი მშვიდეს და სტაბილურობას რაიმე საფრთხე. მე პირველ რიგში დღეს ის განცხადება გავაკეთე, რომ არ მინდა თვითონ შინაარზე ჩანაწერების ვისაუბრო, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ აქ არის დანაშაულის შემცველი რამდენიმე მოწოდება, ამიტომ პირველ რიგში ვაიუშველებელი და პოლიტიკური განცხადებები კი არ არის გასაკეთებელი ხელისუფლების მხრიდან. გამოძიებაა ჩასატარებელი. რას აკეთებენ უსაფრთხოების სამსახურები, რომლებსაც ჩვენ ვხვდით ხელფას. რატო არ არის მათი მხრიდან შეფასებული, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი? თუ მათ გააკეთეს ეს ჩანაწერი, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რომ ეს არის რამდენად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რამდენად სიმართლე შეესაბამება ის, რაც გავრცელდა და ამას სჭირდება პროფესიონალების მიდგომა, ამას სჭირდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების პროფესიული, ასე ვთქვათ, გამოძიება. უსაფრთხოების სამსახურები იმაზე კი არ უნდა იყვნენ გადართული პოლიტიკური მითითებით ოპოზიციას მოусმინონ ან ჩვენ შეგვიშალონ ხელი შეხვედრებზე, არამედ სწორედ ესეთ საქმეებს უნდა იძიებდნენ და როცა დადასტურდება, ამის შემდეგ უნდა გამოიტანონ და ხალხს აჩვენონ, რომელი პოლიტიკური ძალა თუ ნებისმიერი კონკრეტული პიროვნება აპირებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგას ნაბიჯი. ეხლა რაც შეეხება სააკაშვილს, მის ბუნებას ვერაფერი ვერ შეცვლის, იმიტომაც უპირისპირდებოდი თავისუფალი დემოკრატები მის რეჟიმს, რომ მას ხვანაერად არ წარმოუდგენია პოლიტიკაში დაბრუნება. ამიტომ მე მინდა ძალიან ერთნიშნულოვნად, ძალიან ნათლად უთხრა ჩემს მოსახლეობას და ჩვენ ამ მოქალაქეებს, თუ ჩვენ არ ჩავერევით ამ სიბინძურეში, ვერანაირი გადატრიალება ან დესტაბილიზაცია ვერ განხორციელდება. ამიტომ ყველამ ვიცოდეთ, რომ ჩვენი ხმები იქნება დაცული, ჩვენი ყველაზე დიდი იარაღი დღეს არის საარჩევნო ხმა, ამიტომ უნდა მოვიდეთ 8 ოქტომბერს და გავისტუმროთ ხელისუფლებიდან ეს ხელისუფლება, რომელიც ესეთ გამოძიებასაც კი ვერ აწარმოებს წესიერად და ასევე გავისტუმროთ, წარსულს ჩავაბაროთ შესაძლებლობაც კი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების. ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი იქნება, რაც შეიძლება მეტი ამორჩეველი მოვიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ერთმანეთი ჭირდებათ. ახლა ხო ხედავთ, პინგ-პონგს თამაშობენ ერთმანეთთან ივანიშვილი და სააკაშვილი. ისინი ერთმანეთს ასულდგმულებენ ასეთი, ასე ვთქვათ, ისტორიებით, ასეთი მოწოდებებით. ამიტომ მოდი რა, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ნორმალური, პროფესიონალი ხალხი იყოს პოლიტიკაში და ისინი, ვინც გვეკაჩებიან წარსულში, თავად გავისტუმროთ წარსულში. ჩვენი ხმა იქნება გადამწყვეტი. არანაირი დესტაბილიზაცია არ იქნება. ეს არც ხალხს უნდა და ჩვენს პოლიტიკური ძალები, ვინც ვართ პროგრესულები, ამას არ დაუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ მომავლისკენ ვიხედებით. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა გაიარონ 90-იანი წლები, რაც ჩვენ გავიარეთ. ამიტომ მტკიცედ დავდგეთ იმ გზაზე, რასაც ვაკეთებთ დღეს. არჩევნებთან მივიდეთ, ვიდებატოთ კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ დაპირისპირება. მე პირადად როგორც თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ვიქნები სწორედ ის ზალა და ის პოლიტიკოსი, რომელიც არ დაუშვებს ესეთ არეულობას. გასაგებია, ისევ ჩანაწერს რომ დაუბრუნდეთ, ამ ჩანაწერში საუბარი იყო კოალიციაზეც. თქვენ თუ გსმენიათ რაიმე ნაციონალური მოძრაობის ამ სურვილზე და თუ ყოფილა რამე კონსულტაცია პირადად თქვენთან? მე არ მომისმენი ამ ჩანაწერისთვის და უბრალოდ პრინციპული დამოკიდებულება მაქვს ესეთი, ვიდრე არ იქნება დადასტურებული, რომ ეს არის სწორედ ის პიროვნებები, ვიზეც არის საუბარი, მე ესეთ ჩანაწერებს, რომელიც გამოამზეურა ძველმა ხელისუფლებამ და ახალმა ხელისუფლებამ. კარგით, მე გეტყვით მაშინ, რომ ამ ჩანაწერის მიხედვით საუბარია გარკვეულ კოალიციაზე ნაციონალური მოძრაობა. ნუ შეწუხდებით, ვიცი შინაარსი გადმომცეს, პოზიცია ესეთია. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვართ ძალა, რომელიც დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში 8 ოქტომბერს. ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირ ალიანსზე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ჩვენთვის მთავარია, რომ ხალხთან აღვადგინოთ ის ჩატეხილი ხიდი, რომელიც ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურ მოძრაობამ თავისი ქმედებებით გააღრმავეს.
ამიტომაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ხალხს. საუბრობთ იმაზე, როგორ გამოვიყვანო ეკონომიკური კრიზისიდან ეს ქვეყანა, როგორ დაუდგე გვერდში გორელებს, მე გორის მაჟორიტარი ვარ, როგორ რეალურად შექმნა უსაფრთხოების გარანტიები იმ ზონაში, რომელსაც ქვია კონფლიქტისპირა რაიონი. ამაზე ვლაპარაკობთ და ეს არის ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვეთქვი, ის დაპირისპირებები, რომელიც ხალხს არ აინტერესებს. ხალხს უნდა სტაბილურობა, მაგრამ ხალხს უნდა მომავლის პერსპექტივის დანახება და თავისუფალი დემოკრატები ვართ ის ზალა, ვისაც ეს პროფესიულად შეგვიძლია გავაკეთოთ, ამიტომ ყველას მოუწოდებ. დაივიწყოს დაპირისპირება, შემოხაზოს 27 და დაუჭიროს მხარი თავისუფალ დემოკრატიას. გასაგებია, დიდი მადლობა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია პასუხობდა ქრონიკის კითხვებს. ახლა